მეთაურობის აკახელი გრეხების ყურძნის შესაძლებლად გამოყოფილი თანხები მოსამყურაშვილი იმ სქემის შესახებ, რომლის მეშვეობით ღვინის ქარხნების დირექტორებმა 610,000 ლარი მიიწვიეს. პორნოფილმების გამსახებლები, რომლის არასრულტოვანები მონაწილეობენ, ნათია ტრაპაიძე იმის შესახებ თუ როგორ ამრავლებდნენ თბილისში პორნოპროდუქციას და საფრთხებოდა მისი რეალიზაცია. ოფიციალური ვიზიტი თუ შეხვედრა მეუღლესთან სად იმყოფება ბრალდებული გიწაზე და რა მიზნით გაემგზავრა ნინო ბურჯანაძე უკრაინაში. გასიახლეებით ხვდებიან ტურისტებს საქართველოში და რა მიზნით იშლება წითელი ხალი ჩერვოსთაველზე ხვალ ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ეს მთავარ კურიერის წარმოგვიდგენს. სად გაიხარჯა 1,5 მილიონი და რა დარღვევები აღმოაჩინა კონტროლის პალატამ ჰოსპიტალურ სექტორში. ყველა მასალა იზრდება სამართალს ორგანოს კონტროლის პროკურატურის. სიმღერები ცნობილი სპექტაკლებიდან რა რეპერტუარი წარსდგებიან ჯეოსტარელები თეატრალურ ფესტივალზე. ეს არის კლასიკა, რომელიც ქართულ რეალობაში ყოველთვის იქნება. კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის ბიუჯეტიდან ფულის მითვისებას ღვინის საწარმოებს ედავებიან ორი ქარხნის ხელმძღვანელები დაკავებულები არიან. პროკურატურა მათ სახელმწიფოს მიერ გაცემული იაფი კრედიტის არამიზნობრივად გამოყენებაში ადანაშაულებს. საერთო ჯამში საწარმოს დირექტორებს 610,000 ლარი აქვს დადაცებული. საუბარია კახელი გლეხების ყურძნის შესაძლებლად გამოყოფილ ფულზე. საბუთები ყავდებოდა საწარმოებს, სადაც პროდუქციის შესყიდვის მაჩვენებლები ხელოვნურად იყო გაზრდილი. ქარხნების დირექტორებთან ერთად საქმეში კიდევ 6 ბრალდებული ფიგურირებს. როგორ მიდიოდა ბიუჯეტის ფული კონკრეტული პირების ჯიბეებში, ამ სქემას დღეს ნინო სამყურაშვილი გაეცნა. სქემა იყო ძალიან ბუნდოვანი, ამიტომ მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მოუწია ათასობით იმ ადამიანის დაკითხვა, რომელიც 2008 წელს ყურძნს სწორედ ამ საწარმოებთან აბარებდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს და ქართული ღვინის სახლის ხელმძღვანელები ძირითადად დოკუმენტების დუბლირებას ახდენდნენ და საბუთებს სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრებს ანიჭებდნენ. ღვინის საწარმო საქართველოს რამდენიმე დღეა დაკეტილია. ქარხანა მუშაობა მისი დირექტორის ბორის გოგიჩაიშვილის დაკავების შემდეგ შეწყვიტა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს დამფუძნებელი მთავარმა პროკურატურამ ბიუჯეტიდან თანხების მითვისების ბრალდებით აიყვანა. გამოძიება გოგიჩაიშვილს იაფი კრედიტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს, რომელიც ყურძნის შესყიდვა, გადამუშავება და ტრანსპორტირებას უნდა მოხმარებოდა. სქემა პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გაშიფრა. თანამსახურებთან ერთად 2008 წელს მიითვისეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსახლეობაზე ყურძნის შესაძენად განკუთვნილი 610,000 ლარი. მითვისებული თანხისათვის კანონიერი სახის მისცემა განხორციელდა კალბი დოკუმენტების შექმნის გზით. თანამზრახველებთან ერთად ბორის გოგიჩაიშვილი დოკუმენტების დუბლირებას ახდენდა. ყურძნის ჩაბარებისას გლეხებს ხელს ორ საბუთზე აწერინებდა. დუბლირებულ ეგზემპლარზე კი შეძენილი ყურძნის ორმაგ რაოდენობას აფიქსირებდა. საწარმო საქართველოს დირექტორი სწორედ დოკუმენტებზე არსებული თანხის სხაობას ითვისებდა. მთავარმა პროკურატურამ დღეს ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებები გაავრცელა. ყურძნის შესყიდვას ვახორციელებით იჯარით აღებულ სამღვინის ქარხანაში, აკურაში, ველისციხეში და კონდოლში. მიზნობრივად ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მილიონი ლარი, საიდანაც მითვისებული იქნა ბორის გოგიჩაიშვილის მითითებით 400,000 ლარი. ყურძნის ჩამბარებას ხელს აწერინებდა დუბლირებულ აქტებზე თანხის გადახდის მომენტშიც. შესაბამისად, ხელში ვრჩებოდა ორი აქტი, ერთი რეალური, მეორე დუბლირებული, რომელშიც ხელოვნურად იყო გაორმაგებული შეძენილი ყურძნის რაოდენობა. 2008 წელს შეპესე ყურძნის გლეხებისგან აკურის, კონდოლისა და ველისციხის ღვინის ქარხნებში იბარებდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით საწარმოს ხელმძღვანელობამ 3,500 ტონა ყურძენი შეისყიდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ რეალურად მათ მხოლოდ 2,700 ტონა საფერავი ჩაიბარეს. შედეგად კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონიდან შეპესემ 400,000 ლარი მიითვისა. არავინ არ არის დაგებული საქმე. 3 დღეა დაკეტილია ქართული ღვინის სახლიც. გამოძიება ქარხნის ხელმძღვანელობას შეპესეს საქართველოს მსგავსად იაფი კრედიტის არასწორ ხარჯვასა და მითვისებას ედავება. ღვინის სახლის დირექტორი შესყიდვის აქტების დუბლირების შემდეგ დოკუმენტებს სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრებს ანიჭებდა. ზაზა კიკაბიძემ ამ სქემით ბიუჯეტიდან 200,000 ლარი მიითვისა. შეპესე ქართული ღვინის სახლმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვად მიიღო მიზნობრივი კრედიტი 1,140,000 ლარი, საიდანაც მითვისებული თანხის კანონიერი სახის მისაცემად ჩვენ ვქმნიდით ყალბ დოკუმენტებს და ხელოვნურად ვდიდით
შესყიდული ყურძნის რაოდენობას. ყურძნის ჩამბარებელი ხელს აწერდა დოკუმენტს, შესყიდვის აქტს, რომელსაც უკანა მხრიდან ჰქონდა ამოკრული ეგრეთ წოდებული კაპიროვკა, ერთი ხელის მოწერით იქმნებოდა ორი შესყიდვის აქტი, რომელზედაც ენიჭებოდა სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომერი და ისე რომ ყურძნის ჩამბარებელი საერთოდ ვერ აცნობიერებდა ერთი შესყიდვის აქტით ავტომატურად ორმაგდებოდა ჩაბარებული ყურძნის ოდენობა. ქართული ღვინის სახმა ყურძნის ჩაბარებისათვის გურჯაანში ვაჩნაძიანის ღვინის სახლი დაიქირავა. საწარმოს ხელმძღვანელობამ ოფიციალურ დოკუმენტებში დააფიქსირა, რომ მოსახლეობისგან 1600 ტონა რქაწითელი და საფერავი შეისყიდა. რეალურად კი ქარხანამ 1100 ტონა ყურძენი ჩაიბარა. ქარხნის დირექტორებთან ერთად იაფი კრედიტით გამოყოფილი თანხების მითვისების საქმეში 6 პირია ბრალდებული. მათ ბიუჯეტი 610,000 ლარით აზარალეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შესყიდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს და ქართული ღვინის სახმა 2008 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს 3,140,000 ლარი მთლიანობაში. პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ეს იყო ნინო სამყურაშვილი დაკავებული მეღვინეების საქმეზე. გაცილებით დიდია ის ზარალი, რომელიც სახელმწიფოს ჰოსპიტალურმა სექტორმა მიაყენა. კონკრეტულ ციფრებს ამჯერად კონტროლის პალატა აქვეყნებს. სად გაიხარჯა 1,500,000 ლარი, ამის შესწავლა უკვე პროკურატურას მოუწევს. აუდიტის დასმაში საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი საავადმყოფო მოხვდა. გუდუშაურისა და იაშვილის კლინიკებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ედავებიან. სამედიცინო პროგრამების არასწორი ფინანსური მართვა, უკანონო ანაზღაურების მოთხოვნა და პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების არასწორი აღრიცხვა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებიდან, რომელიც კონტროლის პალატის აუდიტმა ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგის დროს გამოავლინა. სხვადასხვა სახის დარღვევები ყველა სახელმწიფო ჰოსპიტალში აღმოჩნდა. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი კი მხოლოდ ამ ეტაპზე 1,500,000 ლარია. აუდიტის შედეგად ჰოსპიტალური ობიექტების მართვაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები. კერძოდ სახელმწიფოსგან უკანონო ანაზღაურების მოთხოვნა, დაუსაბუთებელი და გაზრდილი სამედიცინო ტარიფებით, პაციენტთა აღების ხაობა, არარსებული მკურნალობის დაფინანსება. დასკვნის მიხედვით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ სახელმწიფოს 200,000 ლარის ზარალი მიაყენა. ჰოსპიტალში აუდიტი 2008 წლიდან მუშაობდა. ყველაზე დიდი რაოდენობის დარღვევები ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში, პროგრამული საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში აღმოჩნდა. 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში საავადმყოფო ბიუჯეტიდან მიიღო 99,000 ლარი, ხოლო მის მიერ გაწეულმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ მხოლოდ 38,400 ლარი შეადგინა. ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაც არასწორად ხდებოდა. დიალიზის პროგრამის ფარგლებში საავადმყოფომ შესრულებულად აჩვენა 54,000 ლარის ღირებულების 459 დიალიზის სეანსი, რომელიც მას სინამდვილეში არ განუხორციელებია. კონტროლის პალატის მონიტორინგის შედეგებზე განმარტებები დღეს იაშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მან ჰოსპიტალში არსებული დარღვევები რამდენიმე მიზეზით ახსნა. ეს არის ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელიც არის ნებისმიერ კლინიკაში, რომელიც გამორიცხული რო არ იყოს სამხედრო თანხების ადმინისტრირებისას, კიდევ ვიძახი, რომ ეს არ არის აქ შეიძლება იყოს საუბარი ანაი კალკულაციის გაბერვაზე. იაშვილის კლინიკაში აუდიტმა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების დარღვევის ფაქტებიც იპოვა. დასკვნის მიხედვით ტენდერი, რომელიც ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ 2009 წელს შენობის რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა, კორუფციული გარიგებით ჩატარდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამისთვის 1,000,000 ლარი გამოიყო. ტენდერში მონაწილეობას ებულობდა მხოლოდ ორი კომპანია, რომელთა დამფუძნებელი იყო იდენტირებული, შესაბამისად ადგილი ჰქონდა ფიქტიურ კონკურენციას. როგორ მოხდა ის, რომ ერთი მფლობელი ყავდა იმ ორ ფირმას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა? ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დარღვევებია გამოვლენილი გუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშიც, თუმცა უწყებაში ჯერ ამ კლინიკასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში არ მოუმზადებიათ. ჰოსპიტალში დარღვევებს კლინიკის ხელმძღვანელობაც ადასტურებს. სხვადასხვა დარღვევებზე იქნება საუბარი, მაგრამ კერძოდ რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი, იმის მიხედვით შეგვიძლია ამაზე კომენტარს გაკეთებო, როდესაც გავუსვენოთ უკვე კონტროლის პალატის შემოწმების მასალებს. კონტროლის პალატის აუდიტის შედეგები განსახილველად თავად პროკურატურაში გადაიგზავნა. ყველა მასალა იგზავნება სამართალდამცავ ორგანოს, კონკრეტულად პროკურატურას და ისინი თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მოახდენენ ამ საკითხების განხილვას. კონტროლის პალატამ დღეს რეკომენდაციით სახელმწიფოსაც მიმართა. უწყებაში მოითხოვნა, რომ ფინანსური დარღვევების შემცირების მიზნით დაუყოვნებლივ მოხდეს ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია.
5 ლარი ერთი დისკი ეს ფასი და თბილისის ბაზრობებზე პორნო პროდუქცია, თუმცა ყველაზე შემაძრწუნებელი ამ ფაქტში ის არის, რომ ფილმების მთავარი გმირები არასრულწლოვნები არიან. აკრძალული პროდუქციის გავრცელებისთვის 3 პირია დაკავებული. მათ სახლში შესაბამისი აპარატურაც ჰქონდათ, რის მეშვეობითაც უცხოეთიდან შემოტანილ პორნო პროდუქციას ამრავლებდნენ. ამ თემას დღეს ნათია ტრაპაიძე მუშაობდა. ნათია, ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა დახმარებისთვის სპეციალური კომისიაც შექმნეს. ვინ შედიოდა ამ ჯგუფში და რა მიზნით შეიქმნა ის? კომისიაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტებთან ერთად შედიოდნენ ექიმი გინეკოლოგი, ექიმი ფსიქოლოგი და კინომცოდნე. სწორედ ამ ადამიანების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ფილმი, რომელსაც მეკობრულად ყიდნენ, არის პორნო ჟანრის, ხოლო ზოგიერთ ეპიზოდში მონაწილეობას ღებულობდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ეს დისკია ჩვენ მოვაპარაკეთ 4-5 წლის ბავშვებისა. სიუჟეტი, სადაც მთავარი გმირები მცირეწლოვნები არიან პორნოგრაფიული ფილმისა. ამ ფარული მასალიდან ერკვა, რომ არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოდისკები თბილისში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. მაქსიმუმ 5 ლარად თანატოლების პორნო კადრების ნახვა არასრულწლოვნებსაც უპრობლემოდ შეუძლია. ორიგინალია თუ? ორიგინალია, მე ხომ მიხარ ვიდეოდან არის გაკეთებული. რამდენი უნდა გადაგიხადო ამაში? 5? ეს არის ძალიან ეგეთი რამე არ არსებობს რა. ასეთი იშვიათი პორნოფილმების ასეულობით დისკი ამოიღეს სამართალდამცველებმა რეალიზაციიდან. გამოძიების ინფორმაციით, არც ერთი ფილმი ქართული წარმოების არაა. მეკობრული პროდუქტის მფლობელები გოჩა მაზანაშვილი, პაატა გეგია და გოგიტა გუგლიჩაძე არიან. საქმის მასალებით დაკავებულები არასრულწლოვნების მონაწილეობით უცხოურ პორნოფილმებს ეგრეთ წოდებული VHS სისტემის კასეტებიდან იწერდნენ. შემდეგ DVD და CD დისკებზე ამრავლებდნენ. სათანადო შეფუთვით სარეალიზაციო დისკები გოჩა მაზანაშვილის სახლში მზადდებოდა. მაზანაშვილის გამზადებულ პორნოდისკებს პაატა გეგია და გოგიტა გუგლიჩიძე ყიდნენ. სავაჭრო ადგილები მათ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და შალხიძე ჰქონდათ. აღნიშნული პირები დღეში დაახლოებით 10-15 დისკის რეალიზებას უპრობლემოდ ახერხებდნენ. თავად მომხმარებლები იყვნენ სხვადასხვა ასაკის და საზოგადოებრივი სეგმენტის წევრები. შალხიძე DVD დისკებს რამდენიმე ადგილას ყიდიან. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოს რეალიზაციას დაკავებულები ფარულად ახდენდნენ. ეს სავარაუდოდ პაატა გეგიას სამუშაო ადგილია. მის ნაცვლად სხვადასხვა ჟანრის ფილმებს დღეს უკვე სხვა ყიდის. ეს ფერმები ან რაღაცები. პორნოებიც არის? პორნო არ ვიცი. ეს მოვედი. სარეალიზაციო ადგილებიდან და დაკავებულების სახლებიდან ამოღებულ დისკებს ექსპერტიზა ჩაუტარდა დასკვნა, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაწერეს საკმაოდ შემაშფოთებელია. აღწარმოებისას მათზე აღმოჩნდა სექსუალური აქტების ამსახველი ვიდეო გამოსახულები. ვიდეო მასალა არის პორნოგრაფიული ხასიათისთან, მასში მონაწილეობას იღებენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ექსპერტიზას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ექიმები და ფსიქოლოგები. ისინი ამბობენ, რომ პორნოფილმების გავრცელება არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ბავშვთა ფსიქოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მათი ხელმისაწვდომობა უფრო მძიმე დანაშაულის მიზეზი გახდეს. მოზარდებში უფრო საშიში არის, იმიტომ რომ ჩამოყალიბებადია მისი ფსიქიკა. თვითონ მოზარდ შეიძლება გაუჩნდეს იდეა, რომ ხომ არ გადაუღოს ესეთი ფილმი თავის დაუშვათ უმცროს ნათესავს და ძმას. თუ კითხვის, რომ ამაში არაფერი ისეთი არ არის. თუ მოზარდმა შეიძლება გართობის მიზნით გააკეთოს, მოზრდილ ადამიანმა შეიძლება რაღაც ბიზნესის წყაროდ დაინახოს და დაიწყოს ძებნა უკვე რეალურად ადგილზე ესეთი ბავშვების, რომელთა მონაწილეობით შეიძლება რომ გააკეთოს ფილმი. არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოფილმების გამრავლებისა და გასაღების საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული მსგავსი ბიზნესის მქონე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. DVD დისკებთან ერთად სპეციალისტები პორნო საიტებზე კონტროლის გამკაცრებასაც ითხოვენ. მათი ინფორმაციით ბოლო პერიოდში ქართული პორნო საიტებიც მომრავლდა. კანონმდებლობა კი პორნო ფილმების გავრცელება გამსაღებლების მიმართ არ არის ძალიან მკაცრი და დაკავებულებს
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამწარმო თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ. ეს უნდა თეატრაპოეძე მოთხოვნეთია. დღის სხვამთავარი თემები ნინო ბურჯანაძე ბადრი ბიწაძესთან შეხვედრის ფაქტზე ბუნდოვან კომენტარს იძლევა, თუმცა ცნობილია, რომ ორივე უკრაინაში ერთდროულად იმყოფებოდა. ბადრი ბიწაძე დონეცკში მოსკოვის გავლით ჩაფრინდა. ზუსტად იმავე დროს დაემთხვა სახალხო კრების ლიდერის უკრაინული ვიზიტით. ჯერ უცნობია პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული საომავლო გეგმები, თუმცა ბურჯანაძე მეუღლისთვის გირაოს გადახდას არ აპირებს. საგანგებოდ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისთვის ბრალდებული ბადრი ბიწაძე კურიერის ინფორმაციით ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინაში რუსეთიდან მოსკოვი დონეცკის რეისით 31 მაისს ჩავიდა. რუსეთში კი ბიწაძე ცხინვალის გავლით მოხვდა. სავარაუდოდ სწორედ ბიწაძის უკრაინაში ჩასვლას უკავშირდება ნინო ბურჯანაძის ერთდროიანი ვიზიტი კიევში. ამ თემაზე ბურჯანაძის ბუნდოვანი პასუხი აქვს. არ შევხვედრი ვარ კიევში. როცა საჭირო ჩავთვლი შევხვდები. არ ცხინვალში არ შევხვედრივარ. არ გაქცეულა ჩემი ბატონო ცხინვალიდან. შესაბამისად ვერც ვერავინ ვერ გაატარებდა. აბსურდია ეს ყველაფერი. ნინო ბურჯანაძემ დღეს მხოლოდ კიევში ვიზიტის ოფიციალურ მხარეზე ისაუბრა. სახალხო კრების ლიდერის განმარტებით უკრაინაში პრესკონფერენციის ჩასატარებლად ჩავიდა და რამდენიმე პოლიტიკური შეხვედრაც გამართა. ბადრი ბიწაძესთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ბურჯანაძე დღეს მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. გაყრას არ ვაპირებ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ბურჯანაძე ბიწაძის გამო არც გირაოს გადახდას გეგმავს. ბადრი ბიწაძეს ბრალი პროკურატურამ საგანგებოდ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისთვის წაუყენა. ბრალდების მიხედვით ის ერთდროულად რამდენიმე სქემას ამუშავებდა. მისი დაკვეთის მთავარი შემსრულებლები საქართველოში გია უჩავა, საქართველოს ფარგლებს გარეთ კი ყოფილი მხედრიონელი თემურ ხაჭიშვილი, ყოფილი გენერალი რომან დუბაძე, ვალერი გელბახიანი და ვლადიმერ ხომერიკი იყვნენ. მათ მაისის აქციებამდე ერთი თვითადრე თბილისში კრემლის დაკვეთით ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა შექმნეს. გამოძიების ინფორმაციით მოსკოვში მყოფი ძალოვანები ბადრი ბიწაძეს საკუთარი შეიარაღებული ჯგუფით უნდა დახმარებოდნენ. გასამხედროებული ჯგუფი ბადრი ბიწაძის დაკვეთით გენერალ უჩავასეთ უნდა შეექმნა, რაც მან უკვე აღიარა. სწორედ მისი ჩვენება და კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერი, სადაც უშავა, ბიწაძე, ბათიაშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ძალადობრივ პროვოკაციებს გეგმავდნენ, გამოძიების მთავარი მტკიცებულება გახდა. ბოლოს ბიწაძე 25 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე იმ ცნობილ ესკორტში იჯდა, რომელიც გაქცევისას ხალხს შეეჯახა. ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. ამის შემდეგ ნინო ბურჯანაძის მეუღლე საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ბადრი ბიწაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხოლო ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ახალ სეზონზე კი ვიზიტორებს უამრავი სიახლე ელოდებათ. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მსურველები ხვალინდელ პრეზენტაციაზე მიიღებენ. საღამოს კულმინაცია კი პრემიერა იქნება. მსოფლიოში ცნობილი ტელესომელია იზაბელ ლეჟერონი Travel Channel-ისთვის გადაღებულ ფილმს მაყურებელს თავად წარუდგენს. ეს ფოტოკოლაჟა ამოაბსოლუტურად მთელ სიგრძეზე ამ შენობაში და თვითონ შენობაც ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ღონისძიებას ჰქვია შემოიარე საქართველოს და სწორედ მათ დაპყრობილად შეუძლია შემოიარონ და ნახონ რუსთაველის გამზირზე საბაგიროს ყოფილი შენობა ხვალ რამდენიმე საათით ქვეყნის ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება ფოტოინსტალაციის მეშვეობით ყველა მსურველს შეეძლება. ზაფხულის ტურისტული სეზონი 2011 ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. სეზონის გახსნამდე კი სტუმრებს წითელი ხალიჩის გავლა და კამერების წინ პოზირებაც მოუწევთ. შემოსულ სტუმარი შეუძლია აქ უკვე იქნება წითელი ხალიჩა გაიაროს, იქნება ბანერები, სადაც შეუძლია სურათის გადაღება. შემდგომში უკვე ამ ტერიტორიაზე იქნება ღვინის დეგუსტაცია და ქართული ყველის ასორტი, რაც ძალიან თემატურია და ღვინოსთან დაკავშირებული არის. ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ სტუმრები საბაგიროს შენობაში გადაინაცვლებენ. ღონისძიების სლოგანს შემოიარე საქართველო ორგანიზატორებმა შესაბამისი გარემო შეურჩიეს. შენობაში პანორამული ფოტოების გასწვრივ ინსტალაცია დამაგრდება, რომელიც თემატურად პირდაპირ კავშირშია ზაფხულის სეზონსა და მის სლოგანთან. შენობაზე დამაგრება მონიტორები, სადაც იტრიალებს საქართველოს ტურისტული სანების ფოტოები, შიგნით რაც შეეხება წრიულად დამაგრდება პანორამული ფოტოები, ამიტომ დამზადდა სპეციალური ინსტალაცია ფეხების, რომელიც პირდაპირ კავშირში
ღონისძიების კულმინაცია მსოფლიოში ცნობილი სატელევიზიო არხის Travel Channel-ის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა იქნება. ფილმის ავტორი იზაბელ ლეჟერონი სპეციალურად ხალინდელი საღამოსთვის საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოფრინდება. უხარული ვართ, რომ ამ ფილმით იხსნება საქართველოში ტურიზმის სეზონი. 3 წლის განმავლობაში ეს ფილმი იქნება Travel Channel-ზე, რაც არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც ქვეყნის რეკლამისთვის. ქალბატონი ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და იმედია ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს. მოგზანდი. ტურისტული სეზონის გახსნის შესახებ რუსთავიორის მაყურებელმა გადაცემა შუადღის ეთერით პირველმა გაიგო. სწორედ ამ სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობდნენ დღეს გადაცემის ეთერში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. გახსნა რატო ითვლება? შემოდგომაზე რთველი როცა არის და ღვინის დაწურვა და ასე შემდეგ. ზოგადად საქართველო არის 4 სეზონის ქვეყანა, აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული ღონისძიება არის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა. ვერა ქობალიას ინფორმაციით საქართველოს საზაფხულო სეზონს მომზადებული ხდება. ქვეყანაში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და გაიხსნა ტურისტული საინფორმაციო ცენტრები. დაგეგმილია სხვადასხვა სათავგადასავლო, ექსტრემალური და საფეხმავლო მარშრუტები. ძალიან გვიხარია, რომ ძალიან ვთქვათ, არა მარტო თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მაგრამ ახლა უკვე ევროპიდან, ისრაელიდან, ირანიდან ჩამოდიან ტურისტები, უცხოელი ტურისტები დაათვალიერებენ ახალ მიმართულებებს, ახალ ტურისტულ მიმართულებებს საქართველოში, როგორიც არის ექსტრემალური ტურიზმი და სხვა, მაგრამ ასევე ჩვენ ქართველებს გვექნება საშუალება ამ ზაფხულს ასე ვთქვათ, დავაგემოვნოთ ეს ახალი მიმართულებები სხვადასხვა საქართველოს რეგიონებში. ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. წელს ქვეყანაში 3 მილიონ ტურისტს ელოდებიან. დასაკურიაში თქვენ ნახავთ ონლაინ კონფერენცია, რომელზეც დედაქალაქის მერი თბილისელების შეკითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. რა საკითხები აინტერესებდათ ყველაზე მეტად? Facebook-ის მომხმარებლებს და რამდენი შეკითხვა შევიდა გიგი უგულავას პირად გვერდზე სოციალურ ქსელში. გალა იტალია ფონდი ანანას კიდევ ერთი მასშტაბური კონცერტი, რომელიც იტალიის გაერთიანების საიუბილეო წლის თავს ეძღვნება. ვინ მიიღებს მონაწილეობას საქველმოქმედო საღამოში და რას მოხმარდება კონცერტმა შემოსულთან. სიმღერები ცნობილი სპექტაკლებიდან ჯო სტარელების ახალი დავალება, რომელსაც მსმენელი ყვარელში მოისმენს. კურიერის ბოლოს რა რეპერტუარი წარსდგებიან ახალგაზრდა მომღერლები თეატრალურ ფესტივალზე. რასპეტრიანი გირები და პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი ავტობანზე, რომელიც გზავრებს მოემსახურება. ეს პოლიტიკა დასვენების საშუალება, რაღაც ჭამის საშუალება, ყველაფერი დაიჭირა.